შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რას ნიშნავს ტესტოსტერონი და მე ვიტყვი, რომ ეს არის მამაკაცების მომძრავებელი და მთავარი ჰორმონი. ხშირად შეიძლება ვიდეოებში შევხედოთ ისეთი რაღაცა, რომ მაგალითად ხელი მიეწყო ვინმეს რამე საგნისთვის და არ ტკინო და ეგ არის ტესტოსტერონი. რაც უფრო მაღალი არის ის სხეულში და ორგანიზმში, მით უფრო გამძლე არის ორგანიზმი რა მის მიმართ და ტკივილის მიმართ, უბრალოდ. და მე ვილაპარაკებ დღეს ამ ვიდეოში 6 ძირითად მიზეზზე, რითიც უფრო შეგვიძლია რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი ტესტოსტერონის დაბლა დაგდებას. პირველი არის კვება და რა მინდა ვთქვა ამით. როდესაც არიან ხოლმე ისეთი ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ სწორად უნდა ვიკვებოთ, ეგ გუშინდა დღეს მოგონილი. როდესაც ჩვენ ჭამთ ისეთ საჭმელებს, როგორიც არის junk food-ი და არაჯანსაღი საკვები, ამით არა მარტო ტესტოსტერონს, არამედ მთლიან ჩვენ ორგანიზმს ვარტყავთ მაგრად. და თუ მაგალითად არ იციან როგორ უნდა იკვებონ, უამრავი ვიდეო და სტატია არსებობს იმაზე ინტერნეტში, რომ რა უნდა ვჭამოთ, მოხარშული თუ შემწვარი, ომი თუ მოხარშული თუ შემწვარი და ასე შემდეგ. და სწორი კვება უწყობს ხელს იმას, რომ უფრო მაღალი ტესტოსტერონი იყოს და არა მარტო ტესტოსტერონი, ნივთიერებათაც მოწესრიგებული იყოს ორგანიზმში და ჰორმონალური ბალანსი იყოს მაქსიმალურად დაცული. მეორე მიზეზი ეს არის ჭარბწონიანობა. რაც უფრო მაღალი არის ცხიმი ორგანიზმში, მით უფრო დაბალი არის ტესტოსტერონი. ეს ძალიან ბევრმა იცის. მაგრამ როდესაც ცხიმი არის მეტი ორგანიზმში, ორგანიზმი არის სუსტი ფიზიკურად, და როგორც წერან თქვი, აი რაღაცას რომ მიეყვა ხელი, ძალიან გტკივა. თუ დაბალია ტესტოსტერონი ორგანიზმში, თუ მაღალია კიდე, შესაბამისად, უფრო ნაკლებად გეტკინება. ნუ კიდე ახლა ეს ფიზიკურად დაზიანება და რაღაცები ეს დაუსაკითხიანი, მაგრამ ამით მინდა ვთქვა ის, რომ ანუ ორგანიზმის გამძლეობა არის ნაკლები, როცა არის ცხიმი ისეთ მეტი ორგანიზმში. შემდეგი საკითხი მოდის, რომ არ ვარჯიშობთ, ვართ ასე უბრალოდ. ეგეც ნუ დიდად არ უქმნის ახლა საფრთხეს ტესტოსტერონის ამაღლებას, მაგრამ მაინც რაღაცა ფაქტორი და განმავლენა აქვს. იმიტომ რომ რაც წერან ვახსენე, ანუ კვება და ჭარბწონიანობა, თუ ეს ორი მაინც გვაწუხებს, შესაბამისად არც ვარჯიშობთ, მაშინ უფრო სერიოზულად საქმე ვიდრე გონია. სულ ასე უმოქმედოდ სახლში ჯდომა და მით უმეტეს კიდევ არაჯანსაღი საკვების მირთმევა არის კატასტროფულად საშინელება და ძალიან ცუდი ორგანიზმისთვის. აი იმდენად ცუდი, რომ რავი, ანადგურებ პირდაპირ მნიშვნელობით ორგანიზმის და გონებას, მომნელების სისტემას, ძალიან ბევრ რაღაცას და საფრთხეს უქმნი ჰორმონულ ბალანსს. შეიძლება მე დაირღვეს და ძალიან ბევრი პრობლემები შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ მე ექიმებში იარო, იმდენი ფული გადაიხადო რაღაც გამოკვლევებში, ანალიზებში და საბოლოოდ მაინც ვერ მიიღო ის შედეგი, რომელიც გინდა რომ მიგიღო და აქამდე გქონდა. მეოთხე და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ტესტოსტერონის დაგდების არის ძილის უკმარისობა. რამდენი ხანიცაც არ უნდა ეძინოს ადამიანს, თუ არ ეყოფა იმდენი საათი ძილი ომის უნდა სჭირდება, მე პირადად მჭირდება 9 საათი. მაგრამ 9 საათი რო დავიძინო, რა ვიცი. ალბათ აღარაფერი აღარ იქნება გასაკეთებელი მერე. მოკლედ 7-8 საათზე მეტი ადამიანს უნდა ეძინოს, მით უმეტეს მამაკაცს, თუ უნდა რომ ტესტოსტერონის დონე დაბალანსებული იქონდეს ორგანიზმში. და ძილის უკმარისობა არა მარტო ტესტოსტერონს ავნებს, არამედ მთლიან ორგანიზმს და ასევე ავნებს გონებას. ძალიან გაღიზიანებული იქნები შეიძლება რომ აი მაგალითად 6-5 საათი რო გეზინოს 8-7 საათის მაგივრად და მარტივ რაღაცაზე შეიძლება იმ ხელა ამბობი ატეხო, ან ნერვოზის გამო, აი ესე რომ ვიტყვი, რომ რავი, შეიძლება სამკუთარ თავს მოუტანო მე ამით ზიანი. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის შემდეგი მიზეზი, რატომაც აგდებს ტესტოსტერონის დონეს, ეს არის ალკოჰოლი და სიგარეტი. არ დავწებ ახლა როგორი ცუდი არის და რაღაც ალკოჰოლი და სიგარეტი ორგანიზმისთვის და არა მარტო ტესტოსტერონისთვის და ჰორმონებისთვის. ალკოჰოლი პირდაპირ ურტყავს გონებას, ღვიძლს, სიგარეტი კიდე მთლიან ორგანიზმს და მოკლედ მე ერთული არის ამ ყველაფრის ანებება, მაგრამ არიან ერთეული ადამიანები, რომლებიც ანებებენ
ამ ორივეს თავს. და ისეთი ადამიანები კიდევს რომ საერთოდ არ მოსწონთ აღნიშნულის გაკეთება. არც ალკოჰოლის დალევა მოსწონთ, არც სიგარეტის მოწოვა. და იციან რომ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. მე პირადად ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც არ მოუწევია არასდროს და ალკოჰოლითაც აღარ სვავ არაფერს, იმიტომ რომ ძალიან უარყოფითად ესახება ჩემზე მე ანუ არ ვამბობ იმას რომ ჩხუბობ და რაღაცა პირიქით ანუ არ მომწონს და არ მისწორდება და შესაბამისად თუ არ მოგწონს ადამიანმა აღარ უნდა დარიო. და მეექვსე ფაქტორი ეს არის ენერგეტიკული სასმელი და მსგავსი პროდუქტები. ეს პროდუქტები არის ძალიან ცუდი იმ მხრივ რომ პირდაპირ უტყავს ორგანიზმს. როგორც არ უნდა კარგად იკვებო, ჯანსაღად ჭამო და ივარჯიშო და პლუს ამას კიდევ ენერგეტიკული სასმელი დალიო. ისეთებო რაღაცა არის, აი თითში რო ხიჭი გაქვს შეჭებული, აი ეგეთი რაღაცა უნდა დიდი. აწუხებ ორგანიზმს მაგით და არ აძლევ იმ საშუალებას რომ უფრო კარგად განვითარდეს, უფრო ჰორმონული ბალანსი იყოს, უფრო კარგად განვითარდეს იმ მხრივ რომ გამძლე იყოს, დიდი კუნთი გაიზარდოს და მოკლედ. მე მყავს ერთი ადამიანი ნანახი, რომელიც იყო ფიტნეს ინსტრუქტორი. ძალიან ბევრი კი ახლა, მაგრამ ანუ თავიდან რომ ნახე პირველად, ძალიან გამიკვირდა იმ მხრივ რომ ანუ ფიტნეს ინსტრუქტორი იყო, ხალხს ავარჯიშებდა ჩვეულებრივად და სიგარეტს ეწეოდა. ჩემთვის პირადად ეგ იყო გაუგონარი რაღაც. ზუსტად იგივე არის, როცა ვარჯიშობ, კარგად კვებას ცისავ და კიდევ ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარ და მსგავს პროდუქტს. იგივე ვარიანტი არის, რაც აი სიგარეტს ეწეოდა და იგივე ფორმაში იყო. კარგად გეძინოს ძილით და მოკლედ მთელი ამბები. აი ეს იყო მეგობრებო, რაც მინდა მეთქვა ტესტოსტერონის მკვლელი მიზეზების შესახებ. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ და ლაიქეთ. არხი გამოიწერეთ. ზარისხლი გააქტიურეთ და ერთმანეთს შეხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.